ძალიან ბევრ ჟურნალისტთან მეგობრობ, ძალიან დიდ პატივს ემატ პროფესიას და მიმაჩნია, რომ ისინი უზარმაზარ როლს თამაშობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. მე მაგალითად ვერც კი წარმოვიდგენე ჩემი საქმიანობა ჟურნალისტების დახმარების გარეშე. მედი არის მეოთხე ხელისუფლება. მით უმეტეს ჩვენ საქმიანობაში. მედიის როლზე უნდა გკითხოთ დღეს, იმიტომ რომ მედიის გარეშე მოიხსენებათ განსაკუთრებით რეზონანსულ საქმეებზე ყოველთვის დიდი დატვირთვა აქვს ამას საზოგადოების მიმართ და აინტერესებს ხალხს. რამდენად დიდია მედიის გავლენა და რამდენად უშლის ეს ხელს ადვოკატს, ან პირიქით შეიძლება არ უშლიდეს საქმიანობაში. მედია საერთოდ ცალკე მსჯელობის საგანია და ეგ არ არის მარტივი თემა. ვინაიდან სითულეს წარმოშვებს მედია დღეს გაყოფილია ორ ნაწილად. მოიხსენებათ არის სამთავრობო მედია და არის ოპოზიციური მედია. თუ სამთავრობო მედია მოვიდა და ჩაგწერა რაღაც თემაზე, ვიღაცა იქეთა მხარისთვის ხარ უცებ მომენტალურად მიუღებელი. თუ ოპოზიციური მედია მოვიდა და უფრო მეტად ოპოზიციური მედია მოდის ჩაგწერა სისხლის სამართლის საქმეზე, მაშინ იქეთ პროკურატურაში უკვე სხვა თვალით გიყურებენ, რომ ინტერვიუის. ხო, მერე კიდე ცუდი რა არის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე 15 წუთში პრემიერი აკეთებდა განცხადებას. თან აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებას პრემიერი. ბიჭო, შენ არ გინდა ამ პოლიტიკა დანახვა არ გინდა ეხლა. სპიტაბიკ პასუხობს. მერე მინისტრი გამოდის, მერე მარია ზახაროვა გამოვიდა. ისე დღეში ხარ რა. არ გაცე პასუხი და რო ჩენი კლიენტის ინტერესების დაცვას ეხება. უწოდებ იმ ხალხს, ვინც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, არიან და ასწავლიან მეცნიერები, ეგ შესასწავლი ფენომენი. თქვენ თუ დააკვირდებით დღეს საინფორმაციო გადაცემებს რო ჩართავთ 50%-ზე მეტი ადვოკატების ინტერვიუები. ადვოკატები არიან საინფორმაციო ბადის შემსებები, იმიტომ რომ ნარ გახმაურებულ საქმეებში არიან და ეხლა რამდენი ადვოკატი ინტერვიუს გააკეთებს, იმდენი რაღაც პოლიტიკურად ჯვარს აცვა. ყველა პრეზიდენტის ადვოკატი ვიყავი. ყველა პრეზიდენტის გარდა მარგველაშვილისა. და რა გამოდის? მიშისტიც ვიყავი, ზვიადისტიც ვიყავი, ბიძინისტიც ვიყავი. ამ დროს უნდა იყოს დაცული ყველა, იმიტომ რომ ეგ მისი პროფესია. ანუ ჩვენ ახლა უნდა ვარჩიოთ ეს მომწონს, ის არ მომწონს. მე მაგალითად ვერც კი წარმოვიდგენე ჩემი საქმიანობა ჟურნალისტების დახმარების გარეშე. გუშინდელი ფაქტი რო ავიღოთ რა, ეს რაც მოხდა იქ პოლიციელებთან დაკავშირებით. მედი არის მეოთხე ხელისუფლება. და მით უმეტეს ჩვენ საქმიანობაში. ამიტომ ძალიან ბევრ ჟურნალისტთან მეგობრობ, ძალიან დიდ პატივს ემატ პროფესიას და მიმაჩნია, რომ ისინი უზარმაზარ როლს თამაშობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. მან გულისხმდება ხო დარბაზებიდან გამოიყვანეს ჟურნალისტები. მე ყველაფერი ჩვენი ეს დალაგდება და გამოსწორდება.